მოგესალმებით სპორტსპოტის მე-12 ეპიზოდში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სპორტის კომენტატორი, ფეხბურთის კომენტატორი, კარგი ფეხბურთის მოთამაშე. ნიკოლოზ ტაპატაძე იქნება. ნახე რომ საოცარი ემოციებით ხარ ჩამოსული. არ წარმომიდგენია იქ რას განიცდიდი, თან ასეთი თამაშის მერე ხვიჩას აბსოლუტური დომინაცია. ალისონის ალკესით მეკარის პერფორმანსი დაუჯერებელია ალბათ. შენი ემოციები რო გაგვიზიარო. გამარჯობა, ცოტა პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით მაყურებელს. მადლობა იმ კომპლიმენტისთვის, ფეხბურთის თამაშს რაც შეეხებოდა. ხო, იქიდან დავიწყებ, რომ იყო ჩემთვისაც და ამ დროსთვისაც ოცნების ასრულება. გადაჭარბების გარეშე. იმიტომ რომ ხო ეგრე ხდება, როცა ვერ ხდები ფეხბურთელი და მიაზრებ რომ შეუძლებელია უკვე ამ საქმეში რეალიზება, მე რაღაცა შიმშილი უნდა მოიკლა და მიდიხარ სპორტის სფეროში ბუნებრივია. ჩვენ შემთხვევაში იყო კომენტატორობა ხსნა, რა თქმა უნდა, რამაც მაქსიმალურად დაგვაკავშირა და რო ვფიქრობ. ხო, რა თქმა ვიცი, რომ შენ მაგიტო გეუბნება, რომ შენ ყველაზე მეტად კიდე უფრო, იმიტომ რომ როცა იქ რაღაცა ტკივილი და ესევ და რჩება, რომ ვერ გამოხვედი ფეხბურთელი, მე რა თქმა უნდა ამ სფეროსთან ახლოს ყოფნა არის გადარჩენა რაღაც მხრივ. ხო დაუცნება ავისრულეთ, მართლა სეტენდა სპორტს დიდი მადლობა, იმიტომ რომ ფანტასტიკურად იმუშავეს. ჯერ იდეისთვის მადლობა და მე იმისთვის, რაც ტექნიკურად მოხერხდა, იმიტომ რომ ვფიქრობ განსაკუთრებული რეპორტაჟი იყო, არა მაინც და მაინც კომენტირების ხარისხის გამო, იმ თვალსაზრისით, რომ ტექნიკურად გამართულობა უნაკლო გამოვიდა, გულისხმობ იმას, რომ არავით არის ასინქრონი, არავით არის აცდენა, ჩვენ წინ არ ყოფილვართ, ხო, კადრს არ ვასწრებდით, თამაშამდე ბევრი საათი ადრე ვიმუშავეთ ამისთვის და მოკლედ ჯამში, მე მგონი ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა და მგონია რომ სეტენდა სპორტსისთვის ეგეც საკმაოდ დიდი განაცხადი და თამამი ნაბიჯი რა ახალ დონეზე გადასვლის. ჩვენი ემოციები იყო აბსოლუტური სიგიჟე, იმიტომ რომ ნერვიულობა, შერეული გაფრთოვანება, აი ეს აჟიტირება, თან მე კი რა თქმა უნდა, მე წარმოვიდგინე პირველად მოვისმინე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ცოცხლად. ხო. მე კადრშიც არის რომ რაღაცებს ვაკეთებ, არ ვიცი, რომ სათვალებო ვიხსენი და ცოტა ტირგლისკენ მივდივარ მე მგონი, მაგრამ გადავრჩი მაგას ხო და დაუჯერებელი რამე იყო, მით უმეტეს თამაშის ხარისხი გამოდგა ისეთი ძალიან მაღალი და ხუჭა კვარაცხელიას პერფორმანსი გინახეთ რამდენად კარგი იყო, ხო, ნუ იდეალური იქნებოდა ყველაფერი გოლი რომ ჩათვლილი იყო, თუმცა მაინც საოცარი გამოცდილება იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ჩემ ცხოვრებაში. აი გოლის მომენტში და ზოგადად აი ეგეთი თამაში რო ესწრები ქართული ფეხბურთელის მონაწილეობით ემოციების კონტროლიც როცა კომენტატორი ხარ როგორ რთულია წარმომიდგენი. ხო ძალიან, ანუ ეგ ხო რაღაცა ოქროს ბალანსია. მე გეტყვი რომ მაგალითად ჩვენ ახლა დიდწილად მე და ანდრო რაზეც გავაკრიტიკეს არის ის რომ რატო გაუხარდათ ამ ადამიანებს ლივერპულის გოლი არაადეკვატურად. მაგრამ ძალიან რთულია რომ ყველაფერს სიხარული დაარქვა და მაგაში სიხარული დაინახა, ხო? თუმცა რატომღაც სამწუხაროდ ეს ზღვარი ცოტათი წაიშალა ბოლო დროს, რომ PSG არ არის არც საქართველოს ნაკრები, არც დინამო თბილისი და თითქოს ეს რაღაცა წენა და ესევ და უნდა ჩანდეს ხმაში, ხო დათრკმულმა უნდა გააკომენტარო ჰარვი ელიოტის გოლი, რაც არ ხდება, რა თქმა უნდა, იტალიელებს ახასიათებს. ეგ ცოტა ნახევრად პროფესიონალური ჟანრი არის და მაგიტო, ანუ ერთი გუნდის კომენტატორები არიან და მიყვებიან მაგ ყველაფერს და ჩვენ ხო არ ვართ ერთი გუნდის კომენტატორები და ჩვენ ზუსტად ისეთივე პატივს ვცემთ ლივერპულის კომაგებს, როგორც PSG-ს გულშემატკივრებს, ამიტომ მგონია რომ პირიქით ხალხის გასაგონადაც ვიტყვი რომ უფრო რთულია, გაცილებით მძიმე ამოცანა არის რომ ლივერპულის გოლის დროს სიხარული დაგეტყოს და ამაში დაგადანაშაულონ და გაცილებით მარტივია რომ მოიწყინო და დაბალტონალობაში აღნიშნო. თან დაბალტონალობაში როგორ გამოვიდო და როცა კულმინაციური მომენტი იყო და თამაშის ბოლოს შეაგდო პირველი დარტყმით, ხო, ზუსტი დარტყმით ლივერპულმა წარმოუდგენელი ამბავია. და ქართველების დროს ხო ემოციური ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანი ამბავია, მანდ რომ ძალიან ხოტბაში, ხებაში არ გადახვიდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენია და ყველაფერზე მეტად გვიყვარს და არ არსებობს რო სიხარული, რომელიც გვერდზე დაუდგება, ხო? გაუთანაბრდება, მანდაც ძალიან საჭირო ამბავია, რომ ზომიერად, ადეკვატურად და ისე მიყვერა, რომ არ გაგიქცეს. და ცუდ პასშიც კარგი არ დაინახო მაგალითად. ხო და ეგ ბალანსი არ ნელ-ნელა მე მგონი დროსთან ერთად გამოცდილებასთან ერთად მოდის ჩვენ შემთხვევაშიც. უშუალო მატჩიც რო ვისაუბროთ, ესეთი დაჩაგრული ლივერპული ბოლო წლებში, არა მარტო სლოტის ხელმძღვანელობით, აი ბოლო წლების ლივერპული როცა მოძლიერდა კლუბის ხელმძღვანელობითაც, ნუ აი ერთი-ორი მატჩი თუ იქნებოდა, მაგრამ ასეთი მსგავსი რეალს ახასიათებს მსგავსი შეხვედრები და რეალისგან არ გამიკვირდებოდა მაგალითად ეგეთი რაღაც, რა თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალიც რო გავიხსენოთ. და აი ლივერპულისგან აი ესეთ თამაშს არ ველოდი, ესე თუ დაიჩაგრებოდა ლივერპული არც მაგას არ ველოდი, მით უმეტეს რა ფორმაშიც ეხა არიან და პრემიერ ლიგაში რა დონეზეც გამოდიან და მუჰამედ სალაჰი, რომელიც
გააქრო ნუნუ მენდეშმა. ხო, კი, ნუნუ მენდეშმა რომელიც ცოტა ზარმაცობს გოლის დროს ხო შორის არ ჩამოდის, იქ არ მიყვება ელიოტს და ტოვებს ძალიან დიდ თავისუფალ ზონას, მაგრამ ნუ მაინც საოცარი თამაში ქონდა. ხერ რთულია თქვა, როცა გოლში ადანაშაულებდა, მე ამას მოვაყოლებ ამ რაღაც შეფასებას, რომ ტოპ მატჩი იყო, მაგრამ 11-დან 11 მოგებული დუელი, 8 დრიბლინგი და რაც საოცარი სტატისტიკები ქონდა მენდეს და ნუ მე მგონი მაინც მიუხედავად მაგ მცირე შეცდომისა არის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი. ეგეთი დაჩაგრული ლივერპული არასდროს შენდა მე არამედ არ ვნახავს წამყვან მედია გამოცემებსაც, იმიტომ რომ ატლეტიკო იქნება თუ რომელიმე სხვა წყარო მეორე დღეს მახსოვს აქვეყნებდნენ სტატიებს ყველაზე ცალკარა, ცალმხრივი ფეხბურთი, რომელიც დასრულდა მარცხით. ასეთი უპირატესობა ალბათ ლივერპულს არ ჰქონია რეალთან, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხო, სადაც არ იყო ხო ესეთი რაღაც აი გამამწვავებული მსგავსი მომენტები, როგორც PSG-ს ჰქონდა ესეთი? არა, გეთანხმები აბსოლუტურად. მაგრამ ხო აი ბოლო ორი ეგეთი უდიდესი სამეკარო პერფორმანსი მაგრამ ორივე პარიზში სხვა შორის. სხვადასხვა სტადიონზე მართალია ერთი სტადე ფრანსია იყო, მეორე პარკ დე პრენსი, მაგრამ მაინც კურტუა, კალისონი. ხონდა სლოტმა ძალიან რაციონალურად შეაფასა ყველაფერი. ანუ მე ვაფასებ ძალიან ეგეთ მწვრთნელს და ეგეთ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ მთელი სეზონია ხო სანახაობრივად თამაშობს, მაგრამ პრაგმატიზმიც ძალიან კარგი დოზით აქვს ლივერპულის თამაში და ჩავიდა გუნდთან, რომელიც ალბათ ახლა ბარსელონასთან ერთად თამაშობს ყველაზე ლამაზ, ყველაზე გამართულ და ორგანიზებულ ფეხბურთს, თამაშობს რა თქმა უნდა სახლში, ლივერპულის წინააღმდეგ და ნუ სლოტი ფიქრობს, რომ ხო ჯობია ახლა ჩვენ ცოტათი უარი ვთქვა ჩვენ პრინციპებზე, ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები და დაველოდოთ უკვე ანფილდის შეხვედრას, რაც ნუ ძალიან სწორი გამოდგა. სულ რო ფრე წაიღო სახლში, სლოტის ჩანაფიქრი და სტრატეგია უკვე გამართლებული იქნებოდა და ნუ გოლის შემთხვევაში მიზანი შესრულებული. რა თქმა უნდა, მით უფრო ცეცხლებები გამოიჩნდა, ხო, როცა დარვინი გამოიყვანა, ელიოტი გამოიყვანა და ამორმა ფეხბურთელმა გააკეთა გოლი. თან ალისონმაც გააკეთა, მოდი მაგით დავიწყოთ, იმიტომ რომ პასი არის პირველი. ტრიველათი გინახავს მეკარის, ანუ აი ტრიველა რას ნიშნავს? მე აი რო ვადარებდი იმ პერფორმანს, კულტუას პერფორმანს, აი მაგაშიც მოვგვა, აი ფეხით ისე თამაშობს, აი ალისონზეც რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ მომავალი სეზონიდან უკვე გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი იქნება ალბათ. აი არ მგონი ახლა ესეთი ფეხბურთელი როგორ უნდა გავუშვა გუნდიდან, მით უმეტეს მამარდაშვილი უდაოდ უდიდესი დონის მეკარია, მაგრამ აი პრემიერ ლიგას ალბათ მაინც შეგუება ჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ალისონთან კონკურენცია და ალისონთან ერთად გუნდში ყოფნა რაღაც მომენტში გიორგის წაადგება. აბსოლუტურად გეთანხმები, ხო, ალისონისგან ბევრი მისალა შეიძლება რა და იმიტომ რომ ეს მაგისტრი არის თავის საქმეში. ბოდიში ყველასთან, მათ შორის ტიბო კურტუასთან, მაგრამ არის სოფლის საუკეთესო მეკარე უკვე რამდენიმე წელია. იმ თამაშიც ხო არათუ ეს სეივები და საოცარი მოგერიებები. მწვავე პასებს როგორ იგერიებდა, ბურცხელებში როგორ აფიქსირებდა, რამდენად ლიდერული იყო, როგორ გადაედო ეს ყველაფერი მთელ გუნდს. მე როგორ აღნიშნა ვან დაიკმა გოლი ცალკე ალისონთან. ანუ ყველაფერი ახლა ეს სხეულის ენა ქიმია მეტყოლებს იმაზე, რომ ალისონი არის შეუცვლელი ფიგურა ლივერპულში. ამიტომ არ ვიცი რა სიზამს და რაც გადაწყვეტს, მაგრამ არ მგონია რომ ვინმეს იმ კლუბში მენეჯერს, მწვრთნელს თუ შემოთქვას სურდეს მისი წასვლა. და ძალიან რთულია ბუნებრივია, როცა პირდაპირ მნიშვნელობით სოფლიოს საუკეთესო მეკარისთან კონკურენცია გიწევს. მაგრამ არის ხო მეორე ვერსიაც ის რაც განიხილებოდა ისედაც საფხულში, რომელიმე ინგლისურ კლუბში მამარდას იჯარით გაშვება. ახლა ეს უკვე საკანონმდებლო ჩარჩოთით შესაძლებელია და არ არის გამორიცხული რომელიმე პრემიერულ კლუბში აღმოჩნდეს ერთი წლით, ხო, კარგია რომ შეეგუება გარემოს ქვეყანას სათამაშო სპეციფიკას. მაგრამ მთლიანობაში ყველა რა თქმა უნდა მამარდას გულშემატკივრები, ანუ მთელი საქართველოს დამოკიდებული ვართ ალისონის პირად გადაწყვეტილებაზე და არ ვიცი ნახოთ შეიძლება არაბეთი ადრე ამისთვის, იმიტომ რომ ეგეთი ხმები გამოდიოდა. არა, გული დაგწყდება ადამიანს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შეიძლება ალისონი წავიდეს საუდის არაბეთში და მიიღოს ბევრი ათეული მილიონი. მაგრამ ნუ ასე მოთამაშე ალისონი გინდა ევროპაში, იმიტომ რომ კაცი გახდა გმირი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური პირველი მატჩების ეკიპისგან მიიღო 9 ქულიანი შეფასება და არ ვიცი 10-მდე რა დააკლდა ძალიან ცოტა ალბათ, თუმცა შეიძლებოდა რომ რაღაც გამხდარიყო ისტორიაში მე-14 თუ მე-15 ვინც 10-დანაც მიიღებდა. ამიტომ ხო მამარდას ერთი რო ბევრი რამის სწავლა შეუძლია, თუ რა თქმა უნდა გადაწყდება მისი ლივერპულში დარჩენა და ეს კონკურენცია შედგება მეკარეებს შორის და არის მეორე ვერსია რომ იჯარით აღმოჩნდეს სადმე და პრინციპში ორივეში შეიძლება ვიპოვოთ ჩვენ დადებით მხარე, მით უმეტეს გიორგი საკმაოდ ახალგაზრდა მეკარეა და ჯერ რაღაცა ის ტრაგიკული ნიშნული არ არის, რომ აი მაინც სკამზე ან კონკურენციაში გაატაროს ერთი წელი და ეს დრო დაკარგულად ჩაუთვალოთ, ეგრე არ არის. ხო, თან ახლა გიორგიც არ არის იდეალურ ფორმაში თვითონაც გამოიხმარა მაგ-ფაქტს და ეხლა რომ მიდიხარ მსოფლიოში საუკეთესო მეკარესთან კონკურენციაც საკმაოდ რთული იქნება. აბსოლუტურად, მე მეცეს გეტყვი, რომ ასეთი მამარდა არ მახსოვს და მგონია, რომ ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემებიც არის. თუმცა სამაგიეროდ გვახსოვს მამარდა, რომელიც
დამსახურებულად იყო იმ დისკუსიაში, აბა ვინ ჯობია, მე რამდენია, სად არის, ვინ უნდა ყოფილიყო ევროსიმბოლურში, მაიკ მენიო თუ გიორგი მამარდაშვილი, ხო ეს ბოლო პერიოდის შეცდომაც ბოლო თამაში რაც დაუშვა მაგაზე მეტყველებს. მგონია რომ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური პრობლემა არის და მამარდას შემთხვევაში აბსოლუტურად მოგვარებადია. თვითონ მანიცის ყველაზე კარგად რა ჭირდება და ეჭვი არ მეპარება რომ ზუსტად იმ დონეს დაიბრუნებს, რამაც ჰამბურგში ჩეხეთთან გააგიჟა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივარი, არამედ მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება. ალბათ ამოწურა თავისთავად ვალენსიაში და აი ბორმუჩი თუნდაც ის ტრანსფერი რომელიც არ შედგა. დღევანდელი გადმოსახედიდან უცხადია ხა დღეს რო ესე ილაპარაკო უფრო ადვილია, მაგრამ ნუ ფსიქოლოგიურადაც ეგრე ჩანს შენ რაც თქვი ზუსტად რომ აი ამოწურულია უკვე აქ ყველა თავის მაქსიმუმი ამ გუნდში რამ შეძლო გააკეთა. ხო, რთულია, იმიტომ რომ ნახე ძალიან დიდი კონტრასტი ახ გიორგი მამარდაშვილის ბოლო პერიოდის ცხოვრება რო ავიღოთ, ადამიანი გახდა ერთ-ერთი გმირი თავის პოზიციის ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატზე. ქონდა რაღაცა საგამოფენო თამაშები, დაბრუნდა კლუბში, უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა და რამხელა კონტრასტია, წარმოიდგინე. პლუს ამას მამარდამ ფსიქოლოგიურად და ემოციურად ის ფაქტორიც გადახარშა, რომ ლივერპულში მიდის და ალბათ ნუ შინაგანად ამისი ადაპტაციის პროცესიც დაწყებული აქვს. პლუს ალბათ ალისონზე ფიქრობს და წარმოუდგენელი იქნება, რომ არ ფიქრობდეს, ხო ისიც არ დარდებს, იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა თავისთავად მსჯელობაში რას შვება ალისონ მიდის, რჩება, მე რა უნდა უქნა კონკურენტთან წავიდე თუ ისევ იჯარა სადმე ბორნმუთში, პირობითად ბორნმუთში, ხო და ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ემოციურად მამარდას ცხოვრებაში რა, კონტრასტებით, აი ამაც ფსიქოლოგიური ბრძოლებით. სწორად აღნიშნე, რომ იმ სოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ რომ მოიაზრები ზაფხულში და მე მიდიხარ უამბიციო ვალენსიაში, ძალიან რთულია. რომელიც ამ საუკუნეში ულაპარაკოთ ყველა ცუდი ვალენსია არის და ძალიან გვწყდება გული ამაზე, იმიტომ რომ ტრადიციებია, ხო ეხლა ვალენსია რომ მე შედარებით ისო ხანდასმული და მახსოვს ჩემპიონი ვალენსია, მახსოვს UEFA-ს და ეს გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ისე ცოტა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც და ქალაქსაც როგორ უყვარს თვითონ ფეხბურთი. კი კაცო, რა თქმა უნდა და ქალაქს ჭირდება რომ ვალენსია დარჩეს ლა ლიგაში და იმედია ეგრე მოხდება და აი მამარდას აი ამ ფსიქოლოგიურ ნაწილში ძალიან დაეხმარება ფიქრობ ხამურების დარჩენა ელიტაში. ყველას ვსაუბრობ, მაინც ხო ვერ ავწდებით ამ თემას, შეიძლება ცოტა მოსაბეზრებელი იყოს, მაგრამ ბედნიერება რომ ხუჩაზე გვიწევს გამუდმებით ლაპარაკი, იმიტომ რომ კვირიდან კვირამდე ამის ბუფნებას გვაძლევს. კი. PSG-ის ტრანსფერიდან რო დავიწყოთ, როგორ მოგწონს ეს ადაპტაციის პერიოდი, ასე ვთქვათ, შეიძლება გავივლადაც ჩავთვალოთ და სხვა კლუბშიც ხო არ ელოდებოდი. კვარას, მე ველოდებოდი ბარსელონაში, ჩემი პირადი მიზნები მქონდა მაგასთან დაკავშირებით და ძალიან მინდოდა რომ ბარსაში გადმოსულიყო და მაგას ვამბობდი, ხო, თუ ბარსა არ იქნება, სულ მე პარიზის ვარიანტი ძალიან მომწონს და ლობირებდი მოკლედ მაგ იდეას. კი, ჩვენ ვილაპარაკეთ მაგ ყველაფერზე. ამორამეში. კი, ვილაპარაკეთ მაგაზე და თანახმანი ვართ, რომ კვარა გადასულიყო, ვიყავით უფრო გადასულიყო პარის სენ-ჟერმენში. ხო, გუშინ ძალიან მაგარი რამე თქვა, რომ არ მიყვარს ფეხბურთელების გამორჩევა, მაგრამ აი თუ ნიჭი და პოტენციალი თუ ინმე უნდა ვახსენო, ხუჭა კვარა ცხელია და აქ ულიმიტო პოტენციალი და ასე შემდეგ. ძალიან კარგი რაღაც თქვა და ნუ ვიცით ენრიკეს დამოკიდებულება ზოგადად. დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს კომუნიკაცია მწვრთნელსა და კვარას შორის, ვიცოდით რომ უნდა და ეგ ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ნებისმიერ სამსახურში მისვლა, როცა აი ამის საკითხი დგება და შენ თავთან მსჯელობ, გადადგა თუ არა ეს ნაბიჯი, ხო, ნუ საზღვრავ იმით, რამდენად სასურველი ხარ იქ იმ გარემოში. კვარას ლუის ენრიკე ძალიან ელოდებოდა. გუშინაც 27 წუთი ითამაშა და 27 წუთში შემოასრო უამრავი რამე. აი მართლა უამრავი რამე მოესრო. ის კადრის როგორია. ის ძალიან მაგარია. ის კარგია, იმიტომ რომ ხო ეს ქართულ ცეკვებთან დაკავშირების საშუალებას იძლევა და ეგ მე ძალიან მომწონს. ორივე ფლანგზე ქონდა ეგეთი ჩამოღება, ეს უფრო ლამაზი რა თქმა უნდა. ნაცვლში როგორც იმუშავა ის საგოლეპასი რო გააკეთა, რომელიც საგოლეპასი არ გამოდგა, იმიტომ რომ ტემპელები გვერდს დაარტყა და ბურთიც არ გაატარა. როგორ ფორმაშია და აი მსგავსი თვისებები. მაინც აქვს. კი, საოცრად თამაშობს რა თქმა უნდა. გამახსენდა ლივერპული ბარსელონა. კი ბატონო, კამპნოუზე მომხდარი ამბავ. და მე როგორც წამოიღო ბურთი სიღრმიდან, კლასიკური კვარა იყო ეგ და მარცხენა ფლანგიდან მაინც უფრო საკუთარი თავია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მარჯვენა ფლანგზე ვერ შეეგუება ცხოვრებას და აი ამ მაღალ დონის იქ ვერ შეინარჩუნებს პირიქით, იმიტომ რომ ჩვენ ლიონიც ვნახეთ, ხო, ამასობაში როცა სპექტაკლში იყო მთავარი გმირი. ხუჭი კვარაცხელი, ხო და ჯამურად საუკეთესო მატჩი საუკეთესო. კი ბატონო, მე პარიზული ვარიანტი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ერთი რო ეს კლუბი მიყვარს 2009 წლიდან, იმიტომ რომ ჩემი სენტიმენტები მაქვს, ცალკეული ფეხბურთელები მომწონდა. ქალაქზე არაფერს არ ვიტყვი, ახალს და ზედმეტს, იმიტომ რომ უხერხულია. მომწონს, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი თამაშების გამოცდილება იქნება უცლებად ისეთის, როგორც იყო ლივერპულთან.
მომწონს იმიტომ ლუის ენრიკე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწვრთნელია და რასაც ახლა აკეთებს, ეგ არის მაინც ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი რამე ფეხბურთში, იმიტომ რომ საფრანგეთია ლიგა ერთია, ყურადღება შეიძლება იმდენ და არ ექცევა, მაგრამ ტექნიკურ ნაწილში სტრუქტურულად აი ეს როტაცია, ეს ფლუიდურობა, ცოტა ტოტალური ფეხბურთი, იმიტომ რომ ნებისმიერი ფეხბურთელი ნებისმიერ პოზიციაზე უნიკალური რამე არის და ძალიან ლამაზი გუნდია, მაგიტომ თქვი წეგან რომ ბარსასთან ერთად ყველაზე კარგად საყურებელი. ხო და მე მოკლედ თავიდან ბოლომდე მივესალმები. სულ რო ცუდი შედეგი დადგეს ახლა საპასუხო თამაშში, მე მგონი აი ამ 11-მა თამაშმა რაც კვარამ ჩაატარა პარიზში, გამოაჩინა რომ ის სწორ ადგილზეა და სწორ სცენაზეა, იმიტომ რომ ადაპტაციის პროცესი დასრულდა და პლუს ამას PSG-ის ფეხბურთში ჩანს პერსპექტივა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას იმატება ისიც აი ჩემი მხრიდანაც გაბრაზება მქონდა ბჭყალებში, რომ მარცხენა ფლანგზე არ უწევდა თამაში. დღეს მარჯვნინაც ვნახეთ, უკვე 9-იანზეც ვნახეთ, 10 ნომერზეც შეიძლება ითქვას, რომ ვნახეთ. ნაპოლიში უფრო ყალიბდებოდა ტიპიურ მარცხენა ვინგერად და აი რაღაცა ერთხაზოვან მაინც ერთი და იგივე პოზიციაზე რო გიწევს თამაში, ნაკრებში მე ჩამოდიხარ სხვა პოზიციაზე და გიჭირს მე თუნდაც რაღაც მომენტში შეიძლება ადაპტაცია, აი აქ უკვე ბევრად მრავალმხრივი გახადა და ის პოტენციალს უფრო ავლენს და აი თვითონაც აი უნარებს რაც მას გააჩნია კიდე უფრო გამოხატავს. ეგ არის ლუის ენრიკე, მაგას ვამბობ, ხა დემბელეზე ვსაუბრობდით წეგან მე და შენ და დემბელეს ამ პროგრესში თავარი კაცი არის ლუის ენრიკე, რა თქმა უნდა. ლუის ენრიკე ზოგადად კარგად შეუძლია ეს ფეხბურთელების გამიტარება. ჩვენ კი კონტეზე ვსაუბრობდით ხოლმე მაგ ნაწილში. მეგონი უფრო გვინდოდა რომ გვესაუბრა და გვეთქვა რომ აი აზარი გაუმჯობესა და პრაიმ აზარი შემოგთავაზა და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ კაცი მე მგონი უფრო მეტად არის ლუის ენრიკე, რომელმაც უსმან დემბელის ათამაშა კარიერის საუკეთესო ფეხბურთი ახლა უეჭველად იმავეს გააკეთებს ბარკოლასთან, იმავეს გააკეთებს იმ პორტუგალიელ ნახევარმცველებთან ცენტრში რო ჯადოქრობენ და იმავეს გააკეთებს კვარესთან. იმიტომ რომ ხო ენრიკეს საკვიატება არის, რომ შეტევაში შემტევ ფეხბურთელს ყველგან შეეძლოს თამაში. და ჩვენ ძალიან გამოგვადგება, ხა წარმოიდგინე ხუჭე კვარაცხელია, რომელიც თანაბრად კარგია ორივე ფლანგზე და პოტენციურად ცრუცხრიანის პოზიციაზეც. ანუ უკვე დაუცველ ფეხბურთელად შეიძლება ჩამოყალიბდეს. მაგას ვამბობ, რომ ყველა ზონაში თავს ისე იგრძნობს როგორც თევზი წყალში და კვარეს ამ იმპროვიზაციით, ტექნიკით და ნიჭით შეიძლება წარმოუდგენელ მნიშვნელობამდე გავიდეს. ხო არ გულისხმობ მაინც ციფრებს და სტატისტიკას, რომ დაუშვათ გაიტანს იმდეს რამდენიც გაქონდა მბაპეს ან გააქვს ახლა დემბელეს, მაგრამ აი კვარეს ფეხბურთი იქნება ის, რაც გუშინ ნახეთ, როცა შექმნა მეორე გოლი, ხო დემბელესი, როცა თუ პირველი ცენტრიდან წამოიღო, შემოვიდა ჰაკიმის გაუკეთა ძალიან მაგარი პასი, კვარა არ გამოჩნდა არც ასისტენტად, არც გოლის ავტორად, მაგრამ გოლი შექმნა ხუჭე კვარაცხელიამ და კარგი პარტნიორობა იქნება ჩემი აზრით მას და ლუის ენრიკეს და რაც თავარია ამით საქართველოს ნაკრები იხეირებს. კი ცხადია და გავსი ჩამოყალიბებული PSG და დაბალანსებული, თუნდაც ეგოთი მაგალითად რო ვთქვათ, იშვიათი გასახსენებელია ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო აბსოლუტურად გუნდად ყალიბდება. ახლა საფრანგეთში ჩამოვიდა საუკეთესო პარი სენ-ჟერმენია, რაც უნახავთ საერთოდ და შეიძლება მართლა არ არის გამოიწვია. ხო ისეთი ფეხბურთელები ყავდა დღეს რო ეთქვა, აი ძალიან რთული არის ამავდროულად, მაგრამ ესე რომ შეხედო, აი ყველა პოზიცია, დაცვა ნახევარდაცვა, თავდასხმა დაბალანსებულია და ის გუნდურობა ყველა წინ უკან მუშაობს. კი, იმიტომ რომ მე და შენ ხა ამ სტუდიიდან ვსაუბრობთ მაგას და იქ ბრესტის მწვრთნელი ერიკ როა, მონაკოს მწვრთნელი ადი ჰიუტერი საკუთარ თავზე გამოცდიან ამ ყველაფერს და ისინი ამბობენ, ხო უნახავ წარსულში პარი სენ-ჟერმენი ბევრჯერ და ახლა აცხადებენ რომ არის საუკეთესო PSG, რაც ოდესმე ყოფილა. და სკამიდან ვინც არ უნდა შემოვიდეს, ყველა სიგიჟე არის. შედეგს. კი, არავით არის ეგო როგორც აღნიშნე, არავით არის რაღაც ტოქსიკურობა, პირიქით ძალიან ჯანსაღი გარემო. სადაც გასახდელშიც დაალაგებულია ყველაფერი, როლები ადგილზეა და ტოპ გუნდია მოკლედ ყველაფერი. ხო ჯერ ცუდი არაფერი არ ჩანს მართლა და ტოპ გუნდა დარჩება ლივერპულთანაც რომ გამოვარდეს. ეხლა ბევრი ამას არ შეცვლის მქონია რომ პირიქით მომდევნო სეზონისთვის კიდევ უფრო ძლიერები დაგუბრუნდებიან, იმიტომ რომ ხუჭე კვარაცხელია უფრო მეტად ადაპტირდება შემადგენლობაში, ზაფხულში შეიძლება ვინმე კლასიკური ცხრიანი მოიყვანონ და კარგი რამეებს უნდა ისე მაგ ფაქტს ბიზინა ბარათაშვილი მყავდა სტუმრად და უყურე და თქვა რომ ანუ არ ჭირდება ამ გუნდცხრიანი, მით უმეტეს ესეთ კონკურენციაშიც ამდენი შემთხვევა. ახლოს ვარ მაგ აზრთან სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ კლასიკურმა ცხრიანმა თან ცოტა შეიძლება ბევრი რამე შეცვალოს. გულისხმობ იმას, რომ
მაშინ ძალიან სათუთად უნდა შეარჩიო ცხრიანი, რომელიც აი ასე კომბინაციაში ერთ შეხებაში ითამაშებს, გამოყვება და ზოგადად აი ამ რაღაცა სინქრონს არ დაარღვევს. ხო, პირობითად ჯონ დურანი ეგეთად მე ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ცოტა მძიმეა, მაგ ადამიანის წასვლას. მეც რა თქმა უნდა, ერთი შეხების ფეხბურთელია და ასე შემდეგ. და ახლა როდესაც რუცხრიანებით განან, ხან ბარკოლა, ხან დემბელე, ხან ხუჭი კვარაცხელია, არაფერი არ იცვლება ლუის ენრიკეს ფეხბურთში, ანუ არ მძიმდება, კომბინაციურობა სტილი ადგილზეა და აი ეს სპეცი რჩება უცვლელი, რაც მე ძალიან მომწონს. არ ვიცი რა იქნება პირობითად ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში, როგორც აი სხვათა შორის ეგ ვარიანტი არ მომწონს, იმიტომ რომ აი ის თუნდაც აი ეს ეგო ხასიათის ამბავი ცოტა დაუბალანსებელი მგონია. ოსიმენს აქვს, კი, ცოტათი აქვს ეგ მისწრაფებები და ნეაპოლში ხა ჩვენ მივყვებოდით ოსიმენის ცხოვრებას, გვინდოდა არ გვინდოდა ყველაფერს ვკითხულობდით და ვაკვირდებოდით და ხო თან აი ეს ფეხბურთი როგორ შეიცვლება, იმიტომ რომ რა წავა ფლანგური ჩაწოდებები ოსიმენზე ახლა თითქმის ვერ ხედავ, ხო ეგეც არ არსებობს, უბრალოდ მაღალი ბურთი. აქ ჰაკიმი გაიქცევა ფლანგზე და დაბალი პასით 1-2-3 სამკუთხედი მარჯვენა ფლანგზე ან მარცხენაზე და მინი ტიკიტაკა, რომელიც ძალიან ლამაზი სენახავია და ვინმე მძიმე ცხრიანი თუ დადგება, ხო, შეიძლება მაღალი ბურთები წავიდეს ზირთად აი მსგავსი ტიპის თავდამსხმელები. კი ბატონო, ამიტომ ბიზნესთან პრინციპში მე რა თქმა უნდა ხა ვიზიარებ და ახლოს ვარ მაგ შეფასებაში და მგონია რომ სტილურად ეს ძალიან კარგი არის. და ამიტომ შეიძლება განვაგრძოთ ეგ ხაზი და ვთქვათ რომ ამიტომაც თუ ახლა ფრანგულ მედიაში რა მეიწერება, მაინც წარმოიდგინე რომ ვინგერებზე და გარემარბებზე ისევ, ხო, მიუხედავად იმისა რომ პარიზში არის აბსოლუტური ზედოზირება ამ პოზიციის ფეხბურთელების, მაგრამ ნუ მაგნესაკლევში მონაკოს მე-11 ნომერი ტოპ მოთამაშეა და ის გვარს ხშირად ახსენებენ. ნახოთ მოკლედ, ძალიან საინტერესო არის, მაგრამ რაც თავარია, ენრიკე ცუდს არაფერს მოიფიქრებს. აი მაგის მჯერა. და სულ რო ცხრიანზე გადაეწყოს, მგონია რომ ამითაც გაამრავალფეროვნებს და უფრო საინტერესოს გახდის თავისი გუნდის თამაში. გადავიდით უნდა ეროვნულ ნაკრებზეც მოახლოვდა სომხეთთან მატჩი, ერთი კვირა დარჩა თითქმის კავკასიურ დერბიმდე. ჯერ სომხეთი, შემდეგ თბილისი ბრუნდებით დინამო არენაზე. როგორი მოლოდინებით ხვდები იმ განვლილი გზით, რაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვიხილეთ, ან თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე, იმიტომ რომ ძირითადი ბირთვი მაინც ნაკრებში იგივეა და დარჩენის ვეტერანი ფეხბურთელებიც ჯერჯერობით. რას ელი დავრჩებით თუ არა B დივიზიონში? აუცილებლად მაგაშველი, იმიტომ რომ გამოკვეთილი ფავორიტები ვართ, იმიტომ რომ ობიექტურად უკეთესი ნაკრები გვყავს უძრის სომხეთს, მიუხედავად დიდი პატივისცემისა ჩვენი მეზობლებისადმი და ამას თვითონაც აღიარებენ. თან ძალიან პრაგმატული მნიშვნელობა აქვს, ხო, B დივიზიონში დარჩენას, იმიტომ რომ ევროპის მომდევნო ჩემპიონატისთვის C-ლიგა შეიძლება აღარ იძლეოდეს საერთოდ პლეი-ოფის აგზურს და იქ გასვლის შანსი. ამიტომ იქ აი რაღაც სახსენე რომ მაყურებელმა იცოდეს თუ რატოა ბევრი ამბობს რომ მოდი გავარდეთ და იქ არ გავარდეთ, იმიტომ რომ ბევრი თანამასპინძელი ყავს იმ ტურნირს, შესაბამისად ის კვოტები ავტომატურად ივსება და C-ლიგიდან ვეღარ წავა გუნდი პლეი-ოფში და შესაბამისად ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ B-ში აუცილებლად უნდა დავრჩეთ, რაც პრინციპში ჩვენი დონისთვის ადეკვატური ლიგა არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ გამოჩნდა რომ A-ლიგა ჯერ ზედმეტია, უბრალოდ ადრეა. მიუხედავად იმისა, რომ რაც მაგალითად სახლში ჩეხეთთან ვნახეთ, ჩვენ ლოკომოტივზე მე მსგავსი საქართველოს ნაკრების შესრულებისგან, საქართველოს ნაკრებისგან არასდროს არაფერი არ მინახავს. ამიტომ აქვს მოლოდინი რომ დავრჩებით, იმიტომ რომ თან ჟორჟის ფორმაზე ვლაპარაკობდით, კვარას ფორმაზე ვლაპარაკობდით, კვარა არ გვეყოლება თან სომხეთში პირველ თამაში, მაგრამ საპასუხოსთვის უკვე მზად იქნება, მოიხდის დისკვალიფიკაციას. ზურიკო დავითაშვილია საოცარ ფორმაში. ზურიკო თამაშობს ძალიან მაგარ ფეხბურთს. იმიტომ რომ გოლების რაღაცა მე მგონი 50% თავისი გუნდის მის ანგარიშია, პასებიც რომ მასაც ველოდებით უკეთეს კლუბში, თუნდაც საფრანგეთში, იმიტომ რომ კარგად მოერგო ამ ქვეყანას ფაქტი. აუცილებლად, ეჭვარ მეპარება, მეც ის გეტყვი რომ სენტეტენი დარჩება თუ არ დარჩება, ზურიკო დავითაშვილს აუცილებლად შეიძენს რომელიმე კარგი გუნდი, არ ვიცი საფრანგეთში თუ სხვაგან, მაგრამ მე საფრანგეთში ვისურვებდი, იმიტომ რომ მიყვარს იქ. მინიმუმ 4-ეულის გუნდში უნდა გადავიდეს ჩემიაც. ისეთ თამაშს აჩვენებს უკვე რომ. კი ბატონო, ზურიკოს ეს ყველაფერი ეკუთვნის, იმიტომ რომ ძალიან მაგრად მუშაობს. აქ რაღაც ეგ სამუშაო ეთიკა აქვს, ჩვენ მქონდა ახლა სედანდაზე ბოლოს ინტერვიუ და თქვა რომ ამ სტაბილურობისთვის განსაკუთრებულად შრომობს და ჩანს ხო უფასდება ფეხბურთში. ქოჩორა წავა ალბათ საფულში და ლისაბონის სპორტინგის ვარიანტზე ბევრს საუბრობთ, ანუ აი ეს გაუმჯობესების ფაზა ჩვენი გაგრძელდება, იმიტომ რომ რიგი ფეხბურთელებისა უკეთეს გუნდში აღმოჩნდება და ესეც ხო პროგრესი იქნება თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის ეს 2 წლიანი საფეხბურთო დღესასწაული ამან მოიტანა კვარას ტრანსფერმა ნეაპოლში და მერე უკვე სხვა ფეხბურთელების წარმატებულმა თამაშმა ევროპაში რაც უნახეთ იქნება ეს მომარდა სხვა. საბაგო გლიჩიძე წავა კარგ გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ რომასთან ახლოს იყო და აი ბოლო წამს ჩაიშალა, ზუსტად ბოლო წამს ჩაიშალა ტრანსფერი. ამიტომ B დივიზიონში უნდა დავრჩეთ ყველა ვარიანტში. თან აი რეალურად რო ვთქვათ, თაობათა ცვლილება რაღაც პოზიციებზე გვიწევს დაცვა, ნახევარდაცვა
ამ კომპონენტებში გურამ კაშიაც აი ბოლო ნაბიჯებს გადის ნაკრებში და ალბათ A დივიზიონისთვის ნამდვილად ადრეა, თუმცა ეს როცა უკვე ეს პროცესი ჭყალებში დასრულდება, სად ვიქნებით იმისთვის, რომ აუცილებლად. მე მგონია რომ ეგრე, რადგან აი ნახე, როცა ზუსტად ჩეხეთი ვახსენე, ხო, ჩეხეთთან მე ალბანეთში რო გქონდა გასვლა და კოჩორას იმ სასწაული გოლით მოვიგეთ. მაგ პერიოდში ვამბობდი რომ ჩვენ ვიყავით აი ამ პირველი ეშელონის გუნდების შემდეგ მთავარი გუნდი ევროპაში. ხო, დაახლოებით ხორვატიას რო ქონდა ეს სტატუსი ბევრი ხნის განმავლობაში და მართლა ეგრე იყო, იმიტომ რომ თუ გრანდებს მოაშორებ იქ საფრანგეთი, არგენტინა, რაც გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, იტალია და პორტუგალი არ ვიცი ვინმე არ გამორჩეს. მერე უკვე მეორე ეშელონის გუნდებიდან მოვდიოდით ჩვენ ზუსტად ვიყავით ის ძალა ვისთან თამაშიც არავისთვის არ იქნებოდა სასიამოვნო და ვერავით არის გარანტიები თბილისში ვერ ჩამოვიდოდ. მე როდნო მიწეს დავაშვით და დამსახურებულად და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, იქნება ეს ცუდი მიზეზი, ცუდი გაზონი პოლონეთში და მუდრიკის სასწაული თამაში თუ აქ ლოკომოტივზე ცოტა უცნაური შემადგენლობა ულტრა შემტევი ალბანეთთან ასლანის გოლით რო დავარცხით, მაგრამ აი ეს განვითარების დინამიკა რო გაგრძელდეს, ჩვენ გვჭირდება ეს ლიგა, ეს დივიზიონი და გვჭირდება ზუსტად ის დაწინაურება ცალკეული ფეხბურთელების უკეთეს გუნდებში, რაც მე მგონი გარდაუვალი ამბავია, იმიტომ რომ გიორგი ჩაკვეტაძეს პრემიერ ლიგაში აუცილებელი ამბავია. ან კომოში, იმიტომ რომ კომოზე დაიწერა ბოლოს და ეგ ვარიანტიც საინტერესოა, იმიტომ რომ თუ სესკ ფაბრეგასი დარჩება კომოში, მე მგონია რომ ჩაკვეს პირადი განვითარებაც სწორი გზით წავა და გაგრძელდება, თუმცა ისე პრემიერ ლიგაში ნახვა ხო, ინგლისი ძალიან მოუხდა. ძალიან და ეს ახალი როლი მოუხდა ჩაკვეს, ხო, პოსტტრაუმული როლი. ფეხზე როგორც დგას, ორთაბრძოლაში როგორც შედის, ბურთი როგორ მიაქვს, პასებს როგორ აკეთებს, საუკეთესო ფეხბურთელია ჩემპიონშიპში საგოლე შანსების რაოდენობით, რაც შექმნა და უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ვეინ რუნი ამბობს, რომ ლიგის საუკეთესო მოთამაშე არის. ერთი რაც გვაკლია იქ გოლები, ანდროსანზე ვთქვი, რომ აი სტატისტიკას მაინც რო შეხედავ, ერთულია, ესე დამაჯერებლად თქვა მსგავსი რამ, ანუ თამაშს შეხედავ გასაგები, მაგრამ იქ გოლი მაინც. არა, კი, თუმცა კარგია რომ მიუხედავად აი სტატისტიკის დომინაციისა ფეხბურთში, იმიტომ რომ იქ ძალიან ფასობს და ყველაფერს ცვლის, სხვა ფაქტორებსაც აქცევენ ყურადღებას, ანუ როგორც ცვლის თამაშს გიორგი ჩაკვეტაძე, როგორ მოქმედებს გუნდზე, რამდენი ეხმარება გაუმჯობესებაში და ამიტომ ეგეც მოსალოდნელი ამბავია რა. ვოტფორდში მიუხედავად დიდი სიყვარულისა კლეველისადმი და იმ ორგანიზაციისადმი, რომელმაც ჩაკვეს კარიერა გადატვირთა და უფრო სხვა დონეზე აიყვანა, სადმე სხვაგანაც უნდა ვნახოთ. ევროპის ჩემპიონატზეც უნდა ვისაუბროთ, გადავიკვეთეთ გერმანიაში არაერთხელ. კი. კარგი დღეები დაუვიწყარი. ნუ ესეთი თემა, რომ ამაზეც გამოდმებით მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ესეთი ისტორიული ამბავია. ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონება უეჭველად და ახლაც აი ხშირად ვიღვიძებ ხოლმე და ვფიქრობ, ვაიმე რა მაგარი იყო, დამაბრუნეთ იმ განცდებში, ზუსტად აი იმ რაღაც ხაპარში, როცა თეულაცობით ქართულს ხედავ გერმანიაში, სადმე პარკში და მე მარშით მიდიხარ თამაშზე. იმ მომენტში რთული იყო თან გააზრება ამ ყველაფერს. არა, ვერავინ ვერ მოახერხებდა. თან ხარ გუნდი, რომელიც უყვარს ყველას და თამაშობ ამ სიმპათიურ ფეხბურთს. ცა პირველ თამაში მე კარე ჩაკყავს მეტოქის საჯარიმოში, მე გავუშვებ, მაგრამ ეს რაღაც რომანტიზმი და სულისკვეთება გაქვს, მე შენ დროშას ხედავენ და ვიღაცებს უხარიათ, გერმანელები მოდიან, გეხუტებიან და გეუბნებიან, რომ თქვენკენ ვართ, თქვენ გულ შემატკივრობთ, გარდიანი გაფასებს ისე რომ ესპანეთთან ერთად, რომელიც გახდა ევროპის ჩემპიონი, ჩვენ გაგვაკვირვა საქართველომ და ხარ რაღაცა აი ამ სიგიჟის მონაწილე უგებ პორტუგალიას, თან როგორ ესპანეთთან გაგაქვს პირველი გოლი და კიდე ბევრი ფაქტორია, იქ რომ არა რაღაცები კაცმა არ იცის რა იქნებოდა, თუმცა ნუ მე მაინც მგონია რომ ესპანეთი მოიგებდა თამაშს, მაგრამ შეიძლება ეს ზღაპარი გაგრძელებულიყო. ამიტომ რაღაც ეიფორია, რომლის მსგავსიც მე არასდროს არაფერი გამომიცდია და ვოცნებობ იმის მერე ყოველდღე მართლა გეუბნები, ეცაგანაც ხარ საუბრობდით მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე და თუნდაც მსოფლიოზე ვოცნებობ იმაზე რომ რაღაც ეგეთი გამოვცადოთ და გამოვცადოთ ძალიან ხშირად. კიდე ერთხელ რაღაცა თუ გინდა ერთის გამოტოვებით ვიყოთ ხან მსოფლიოზე, ხან ევროპაზე, ანუ აი გამოვტოვოთ ის ერთი, მაგრამ ამაზე ვიყოთ რომ მაქსიმალურად ბევრმა ქართველმა მიიღოს ეგ სიამოვნება და სიხარული რომ გაყვეს ნაკრებს აი ამ მოგზაურობაში და იყოს ამის ნაწილი, იმიტომ რომ ეს არის ფასდაუდებელი. ეგ არის რაღაცა, რაც ნუ მე გადაგაფასებინებს ზოგადად ფეხბურთისადმი შენ დამოკიდებულებას დააქმას, იმიტომ რომ აღარ რჩება ვინმე ნაკრები, ხო ვიღაცა იტალიის კომაგე, ვიღაცა ბრაზილიის თუ საფრანგეთის, ეგრე ვეღარ გულშემატკივრობს, წარმოუდგენელია. რჩება თავისთავად სიმპათია, მაგრამ ხვდები რომ ფეხბურთი არის ის, რასაც შენ ხელით ეხები ზუსტად და ვერ შეეხები ბრაზილიელთა წარმატებას ხელით, ვერ იმოქმედებს შენზე, იმიტომ რომ 26 მარტს ხელისაუბრა მოიგოს, ვერ გამოგიყვანს გარეთ და ის დღე ვერ შედგება თავისთავად, ხო ვერ გატირებს სიხარულით და
ვერ ნახავ ესე ყველა ქალაქში აბსოლუტურად გაგიჟებულ ქართველებს, ხო? საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს. ამიტომ ბევრი რაღაც შეცვალა, ბევრი გადაფასება მივხვდით, რომ მთავარი არის, რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდი და ზუსტად ის, რომ არ დააკლდე ამ საფეხბურთო ფორუმებს და გავიგეთ, რას ვაკლდებოდით, ხო? თან მე მაგაზე ვსაუბრობდი, გიორგიაშვილი არის ჩემი მეგობარი, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, Manchester United-ის სტაჟიანი კომაგი და აი ზუსტად ჰამბურგში ჩეხეთთან თამაშამდე, სანამ ასე თითო კათხა ლუც მივირთმევდით, აი ნუ რას ვაკლდებოდით აქამდე? საერთოდ რა ხდებოდა თურმე სანაკრებო ფეხბურთის ნაწილში მსოფლიოში და ჩვენ თან რო გადიხარ რა სხვა ქვეყანაში მიდიხარ რაც შენი კულტურით უნდა წარმოდგე ზუსტად და ეგ გავაკეთე ჩვენ ხსნიდით რაღაც სხვადასხვა ეროვნული ნაკრებების ფან-კლუბებს ვიტყუებდით თავს ვიყავით აი ამ რაღაცა დიდი სახალხო ზეიმის მონაწილენი მაგრამ თურმე ყველაფერი ხდებოდა მცდარი გზით და ახლა დადიხარ რაღაცა ხუთშრიანი დროშით რაც ყველას მოსწონს ევროპაში იმიტომ რომ ულამაზესია, იმიტომ რომ იმ ღირებულებებს იდეალურად ერგება და შეიძლება ყველაზე ულამაზი და ქრისტიანული დროშაც არის და თან დადიხარ იმ გუნდის ფორმით, რომელიც თამაშობს აი ასეთ ფეხბურთს და ყავს ქუჩა კვარაცხელია. და რაც მთავარია, დადიხარ ამ ფორმით თუნდაც ან რომელიმე ფეხბურთელის გუნდის მაისურით ეზოში, ბავშვებს ხედავ უკვე, ანუ უფრო ამ ფაქტმა უფრო შეცვალა, ძალიან ახლოს ვართ ეხლა თუნდაც სტადიონებთან და ძალიან შემცირებული იყო, თუნდაც აი ამ გაჯეტების გამო ეზოს ფეხბურთი როგორი მნიშვნელობისა ეზოს ფეხბურთი არის მთავარი. თუ აი ეგ არის, მე მგონია რომ საერთოდ თუ ვინმეს ფეხბურთელობა უნდა და ბევრი ყავს ეგეც. და მით უმეტეს აი რაღაც ნახევარმცველს და შემტევს, აი ეგ ჭირდება რა. არა, ეზოს ფეხბურთი არის ის, რასაც ვერ შეგიცვლის ვერც ერთი მწვრთნელი, ვერც პეპ გვარდიოლა. ვერც ერთი მიდგომა, ვერც ერთი სამეცნიერო კვლევა ამ თემაზე. ვერაფერი ვერ შეცვლის და ეზოს ფეხბურთში ახლა ხო ძალიან ხშირად რომ მე მამარდა ვარ, მე ჯორჯი ვარ, სურიკო, ჩაკვე, კვარა ვარ და ეს ფორმები აცვიოთ პატარებს და თამაშობენ და იყო პერიოდი არა და როცა სამწუხაროდ ფეხბურთი გახდა მეორე თუ მესამე სახეობა იმ დინამიკით ხო რა რაოდენობის ბავშვი შედიოდა სპორტზე. იმიტომ რომ რაგბიზე, გალათბურთზე, რაღაცებზე გადანაწილდა და ის ბუმი რო შეიქმნა სხვადასხვა დროს ფეხბურთი დაიჩაგრა ცოტა და მე ყველა სახეობა მიყვარს პატივს ვცემ თუმცა განსაკუთრებულად მიხარია ის ამბავი რომ ფეხბურთი არის იქ სადაც უნდა იყოს ანუ პირველ ადგილზე ისევ და ახლა საბედნიეროდ სკოლები თუ ეს საფეხბურთოები ვერ უძლებენ მოთხოვნას. აჩი თქვა ძალიან კარგი რაღაც საუბრობდი და ინტერვიუ მქონდა ეზოში ისწავლი ისეთ რაღაცას, რასაც აი შეიძლება ახსენე ვერ გასწავლის. ხო, არის შანსი არ ვერ მოხდება ეგ ამბავი რა, იმიტომ რომ შენც და მეც გვითამაშია ეზოში და ვიცით რომ ეგ არის შეუცვლელი რაღაცა, იმიტომ რომ იქ იმ ბურთის მიღებით დაწყებული და კაცის მოტყუებით დამთავრებული ეგ სპეციფიკა გაძლევს ყველაზე დიდ სოდნას საერთოდ და მე ამას ხომ მოაქცევი იმ ჩარჩოებში, რაც პროფესიულ ფეხბურთს ჭირდება და რაღაცა გამოვარა. იმიტომ საქართველოს ფეხბურთი ძალიან კარგად თამაშობენ ზოგადად, ძალიან კარგად თამაშობენ და მაგას სულ ვამბობდი, რომ სიგიჟე უბრალოდ ხა გაიარო თბილისის უბნებში, ქუჩებში, არ ვიცი, იოსებიძეზე თუ ხილიანზე თუ სადმე სხვაგან და შეხედო ხალხი ფეხბურთს როგორ თამაშობს და ამ ხალხს არ კონდეთ საფეხბურთო წარმატება, ეგ არის აბსურდი. სამწუხაროდ საბედნიეროდ ეგ შეიცვალა რა. YouTube ლიგაზეც ეს გამოჩნდა როგორ უყვართ ფეხბურთი, აი ბავშვებს მაინც ის ატმოსფერო რაც იქ იქნებოდა და იმედია მალე მოგვიწევს ერთად თამაში. დიდი სიამოვნებაა. ველოდები მაგრამ ცოტა ადრე რომ ეცოდინება ფორმაში შევალ როგორმე სკვირაში. ეგ ბასტოზია დამოკიდებული. ეგ ბასტოზია კი დამოკიდებული და ბასტო თუ შეიძლება დავაჩქაროთ, იმიტომ რომ ფორმაში უნდა შევიდეთ. და შონზიკას არ გააბრაზებენ ის ბავშვები იმედია. მაგას რომ ამბობდი რომ ბავშვებს როგორ უყვართ ხო? შონზიკა გააგიჟეს, მაგრამ ეგეც კარგია. ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა გკითხო, აქტიურად ხარ ჩართული შენი საქმიანობიდან გამომდინარე. ვინ ფიქრობ რომ აწევს თავს და ანდროს ვკითხე ოქროს ბურთის გამარჯვებულზეც და ალბათ ეხლა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც ახლოს იქნება ოქროს ბურთი. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ხო ის სეზონია, როცა საკლუბო ფეხბურთი გადაწყობს ყველაფერს. და ძალიან ბევრი მოთიფარი რა, რაღაცების დამოკიდებული ამბავია რა თქმა უნდა. ფავორიტები, არ ვიცი, PSG ლივერპულის წყვილიდან გასული, რეალი, ბარსელონა და ბაიერნი ინტერის წყვილიდან ფაქტობრივად ყველა გითხარი ხა მაშინ, მაგრამ რა ვქნავ, ეგრე ვერ გაურისკავ რა, იმიტომ თუ ეგრე მეკითხავი მომიწონს ორი გუნდის თამაში ევროპაში დღეს ბარსელონას და პარი სენ-ჟერმენის და ძალიან გამიხარდება რომელიმე რო გახდეს ჩემპიონი უზომოდ და მეყოლებო ვარიანტები შენთვის ოქროს ბურთის პოტენციური მფლობელის ან უსმან დემბელე ან რაფინია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ
ანდრუს პოზიციაც ვიცი, ცოტა ისე სკეპტიკურად ვიყურებს, რა რაფინიას ვინ მიცემს. არა, ანდრუს აქ ლოგიკა, მაგრამ სწორ რაღაცებს ამბობს ხო, იმიტომ რომ რაფინია და ვერ წარმოუდგენია. მაგრამ ანდრუს შანსს არ უტოვებს თვითონ ბრაზილიელ, იმიტომ რომ ბოლო თამაშს პირადად მოიგო. შესნისნაირად, მაგრამ მაინც თავარი მე მინდვრის ოდის ფეხბურთელებში იყო რაფინია, ხო და თუ PSG იგებს და დემბელე ამ ფორმას განაგრძობს დემბელე, თუ ბარსელონა იგებს და რაფინია ამდენად კლაჩ საკვანძო ფეხბურთელია ლიგაზე რაფინია. მაგრამ მე ძალიან მინდა რომ პედრი შემოვიდეს, როგორმე, მაგრამ იმაში დისკუსიაში თან პედრის ხო ერთად ლიგაც აქვს, ფინალი აქვს და თუ ერთად ლიგასაც მოიგებს, არ ვიცი, შეიძლება რაღაც შანსები გაუჩნდეს. თუ რეალი მოიგებს ვინისიუსი კილიან მბაპეს წყვილი თავისთავად ფავორიტად დარჩება და მთავარი ხო რა თუ ლივერპული მოიგებს მე მგონი მაგის თქმაც არ ჭირდება. კი, ყველაზე ახლოს მაინც დღეს ეხა დღევანდელი განმოსახედიდან აბსოლუტურად გეთანხმებით. თან მიუხედავად იმისა რომ სალახს არ აქვს რაღაცა თვალის მომჭრელი სტატისტიკა ლიგაზე ახლა სტატისტიკის მიხედვით სულ რა ეს ციფრები დაიტოვოს სალახმა რაც აქვს მაგრამ ლივერპულმა ლიგა მოიგოს ოქროსპორტი წავა ვიგდელთ და წავა დამსახურებულად ყველაზე ძლიერ ლიგაში აქვს საუკეთესო სტატისტიკა ყველა დროის. კი, მე გულშემატკივრობ რომ ვერ მოხსნას ანრის რეკორდი, ანრის და დებროინის ასისტების, მაგრამ მე მგონი შეუძლებელია რომ ვერ მოხსნას, რა ძალიან ცოტა აკლია. არანორმალური ციფრები აქვს და ხო, 3 ასისტი აკლია 20 ხო. 3 აკლია რომ გაუთანაბრდეს, ხო და სულ რომ მართლა ეს სტატისტიკა დაიტოვოს და ლიგა მოიგოს ლივერპულმა, სალახს ვერავინ და ვერაფერი ვერ სამეულში მაინც მოხდება. არ მოიგებს. მოიგებს იმიტომ რომ იქნება წარმოიდგინე პრემიერ ლიგა მოგებული. ესეთი სტატისტიკით ძალიან იმუშავებს ხო ხმის მიმცემთა მაშინ გადაწყვეტილებაში აქვს ფაქტი რომ ორი ტურნირი და თან ასეთი სალახი ოქროსპორტის მფლობელი გახდება მაგ შემთხვევაში. უდაოდ ნამდვილად. სანამ გადაცემის გასართობ ნაწილზე გადავალ, სპონსორებს წარვადგენ ჩვენს, თეისრონგს მინდა გადავუხადო მადლობა პირველი ნაბიჯებიდან ჩვენ გვერდითაა და სეტანდა სპორტს ფოტოს 30 არის ჩვენი პრომოკოდი, შეგიძლიათ გამოიყენოთ და მიიღოთ 30%-იანი ფასდაკლება. ეხლა კი გადავიდეთ ჩვენ ბორბალზე. აჰა. ანდრო ბევრი პრეტენზია გამოთქვა სხვათა შორის. იქ დავჭერით რაღაცეები, მაგრამ რაღაცეებიდან გაგვექცა. და იმედია ის რაღაცეები შენამოგივა დღეს. ვაი. სამჯერ დავატრიალოთ, მოდი და კარგი რაღაცეები მოვიფიქროთ. ასე დავატრიალო? ხო, ცოტა ძლიერად, კი ბატონო. კი. ისე? საუკეთესო მწვრთნელი, ნახე. აჰა. ეს გაჩერდა. ოკეი. საუკეთესო მწვრთნელი ისტორიაში? აჰა, შენთვის ვინ არის? საუკეთესო მწვრთნელი ჩემთვის ისტორიაში არის პეპ გვარდიოლა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ბევრი წელია ჩემთვის სასურველი ფეხბურთისგან შორს არის ზოგადად, ანუ ფილოსოფიური ის გვაქვს წინააღმდეგ. კრიზისი აქვს ახლაც? კი, ახლა კრიზისი აქვს განსაკუთრებული. მისი ცოლის ტაქტიკოსობაზე კი, ბატონო, კი, ცოლი რა იქნებოდა, ხო. ის იყო ტაქტიკური გენიოსი და სწავლიდა რაღაცას, მაგრამ ხო მე მაქვს ეს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მაგალითად ანჩელოტის ფეხბურთი ჩემთან უფრო ახლოს არის. იმავე ზინედინ ზიდანის ფეხბურთი უფრო ახლოს არის. უცნაურად ვასახელებ რეალის მწვრთნელებს, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ეს პირადი თავისუფლების ამბავი მე ძალიან მომწონს ფეხბურთში და შეიძლება არ ვემხრობოდე იმას, რაც მოედნის კვადრატებად დაყოფას, ფეხბურთელების განაწილებასა, თქოს რომ შენ აქედან არ გამოხვალ ამ კვადრატიდან, გააკეთე პორშეხებაში მაქსიმუმ პას და ხო, ირბენ კედლის უნდა გახვიდე წინ და არა მეტყუები. ზუსტად, ხო, ეგ მე ჩემთან შორს არის, ხო, სხვა რაღაცები მიყვარს ფეხბურთში, მაგრამ პეპ გვარდიოლამ რაც გააკეთა ზოგადად გამოჩენის დღიდან, იმიტომ რომ და მნიშვნელოვანი რაც გააკეთა გამოჩენამდე, იმიტომ რომ ამ კაცის მოგზაურობა იყო საფეხბურთო კარგი გაგებით შეშლილ გენიოს მწვრთნელებთან ადგილზე ჩასვლა, ბილსასთან რანჩოზე, ხუანმა იოსთან მექსიკაში, აი ეს აგროვებდა აი ამ უნიკალურ იდეებს, ხელმოცარულ იდეებს და თვითონ ეს ხელმოცარული იდეები გადათარგმნა ყოველ დროის საუკეთესო შედეგში, რაც გვინახავს, ხო? შემოგთავაზა ის ბარსელონა, ვნახეთ ბაიერნი, მართალია რეალთან ტრაგიკული მარცხით, მაგრამ მაინც და ვნახეთ მანჩესტერ სიტი, რომელმაც მოიგო ყველაფერი და მოიგო დამსახურებულად და ითამაშა რაცა ენით აღუწერელი ფეხბურთი. ანუ გვარდიოლამ რაც გააკეთა იქამდე სანამ მწვრთნელი გახდებოდა ის კოლოსალური შრომა და რაც გააკეთა მას მერე რაც გახდა მწვრთნელი არის ის დიაპაზონი და ის მოგზაურობა, რაც ნუ ჩემთვის არის საუკეთესო რა, იმ ხალხს შორის, ვისაც ეს საქმე უკეთებია. მესამე დავატრიალოთ. საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის დასახელება გვიწევს ძირითადად. აჰა.
დავასახელოთ ისე თუ მინდა. კარგი. ხუჭა კვარაცხელია არის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. უდავთ. ვინც მე მინახავს და მგონია რომ ისტორიაში შევა ისე როგორც ყოველდღიური საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. და ძალიან მინდა რომ ეგ მოხდეს და თან მივყვებით ხო ჩვენაც აი ამ პირველივე დღიდან ფაქტობრივად. და წინ დიდი გზაა კიდე. და თუნდაც რაც ნაკრებისთვის გააკეთა რა. აბსოლუტურად. შედეგებსაც რო შეხედა უკვე ბევრი ამბობს რომ აი ჯერ არა და ცოტაც და რაღაც. ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა გუნდი. კი. ნუ ესე ცალსახად არა, მაგრამ ლიდერი იყო იმ გუნდის. აბსოლუტურად გეთახავი. ამავდროულად ქართული ფეხბურთი წაწია წინ მისი ნაპოლიში გამოჩენით. აი გახსნა ყველა გზა. მაგას ვამბობ. ანუ ეგ არის რაც თაობისთვის და გააკეთა. მსგავსი ასე თქვა წარსულის მქონე ფეხბურთელი რო ყოლოდა ხუჭა კვარაცხელია, რაც მან გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის. მგონია რომ ბევრად ადრე მოხდებოდა თუნდაც PSG-ში. ცხადია, ანუ ეს არის ეპოქალური ფეხბურთელი, რომელმაც ქართული ფეხბურთის პროგრესი აიღო საკუთარ მხრებზე და თავზე. მაგრამ კვარას ტალღა არის. წარმოუდგენელი იყო რამე სუვიძე. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, კვარას ტალღა. ეგანახსნი კრასნოდარს და მოსკოვის სპარტაკს უყურებდით. კი, უყურებდით მე ნაპოლის და კვარას პროგრესი არის ის, რაც ხედავთ. ეს ქართულ ფეხბურთს და ქართულ ფეხბურთელებს ხვანერად უყურებენ. ამდენ გაზრდილი მოთხოვნა რომა ასე მარტივად რომ ეღება ამ ადამიანებს ევროპული გრანდების, გუნდების, კარგი კლუბების, კარგი ხუჭა კვარაცხელია მაგის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფეხბურთელს ვაფასებთ, ალბათ 50% მაინც იქნება იმის, რომ დღეს უკვე ესე ადვილად რო ფეხბურთელი მიდის ტოპ 5 ლიგაში. ცხადია. ამიტომ ქართული ფეხბურთის პროგრესი არის ხუჭა კვარაცხელია და ჯერ სადვართ, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ბევრი წელი აქვს კიდე. თამაშის, ამიტომ აი როცა ალბათ 10 წელში კიდე მოვალ სადმე შენთან გადაცემაში და ამას კი თუნდაც გავიხსენე. ჩვენ ჩელენჯების გადასაღები გვაქვს. მე შენთან ერთად ფეხბურთის თამაში ძალიან მინდა. მეც ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში. აი ფორმაში უნდა შევიდე უკვე ისე ამობ რომ აუცილებლად უნდა დაგიდებული ამინდები არის თბილისში და ისე ვითამაშოთ და მე YouTube გაზეთში თამაში და ჩელენჯების გადავიღოთ. კი არ დამოვიწყდება ორ შაბათობაში რო თქვი. ჩემზე ესე ერთი შეხედვით. ხო, ანალოგიურად უნდა ვთქვა რომ პირველად დამჭა ისეთი საბეჭდილება რომ აი მარჯვენა და მარცხენა ფეხბურთელზე ვერ გავარჩი. ეგრე იყო ხო? ძალიან დიდი კი როგორ არა. უძახთი რომ იქ მარცხენა და მარჯვენა. მარჯვენა ვარ. მართლა მარჯვენა ვარ. გადავიბრუნე ისე მარჯვენა ხა ერთი 4 თვის წინ და ცოტა მეშინია მარჯვენა თამაში უკვე რაღაც ცოტა მტკივა, მაგრამ არა უშავს. ფეხბურთი უეჭველად ვითამაშოთ და ბევრჯერ ვითამაშოთ, იმიტომ რომ ეხა ამინდები ხელს გვიწყობს. ფეხბურთის გოუთი იქნება შენთვის ლეონელ მესი ალბათ. აი ხო, თუ გინდა ანა თუ wallpaper კი. ფეხბურთის გოუთი ეს არის კი. ჩემთვისაც ესეც შევადარებ ის ემოციები, ბავშვობის ემოციები, რაც მქონდა რომ დავჯდებოდი უეჭველი რომ თამაში არ გქონდათ მესიზე მჭირდა, ანალოგიური ჭირს რომ დღეს ხუჭას თამაშს შეიძლება ყველა ქართული თამაში ვერ უყურო, მაგრამ ხუჭას თამაშს უეჭველი უნდა უყურო, რა საქმეც არ უნდა მქონდეს და ანალოგიური განცდა მქონდა მესის და ის რომ წავიდა რაღაც თითქოს ჩამინაცვლა რა. და მე მგონი 26-ში თამაშობს ეგეთ პერიოდში ჩანს. ძალიან საინტერესო ამბავი ხდება რომ ნელ-ნელა იქ დადასტურდა სკალონის მაგაზე ლაპარაკობს. 26-ში უნდა ითამაშო და მან იცი რა არის სიურპრიზი ჩემთვის რომ მოულ რასაც ველოდები და არ ვიცი რა იქნება. ცხადია მსოფლიოსთვის კარგ ფორმაში ყოფნა ჭირდება და MLS იღებს პაუზას მოგიხსენებე 3 თვით. როცა ნუ ევროპაში სეზონია. მესი ჭირდება ტონუსი და ფორმა და მესი სადმე უნდა წავიდეს. რომ მსოფლიოსთვის მზად იყოს და ასე შემდეგ. და ის აი საწავა არის სამშობლო. ისიც თქვა რომ მესიმ ახალ კამპიონატზე უნდა ვითამაშო აუცილებლად და თქვა. ოღონდ ეგ თამაში იქნება ერთ მატჩიანი თუ დავუშვათ იმ სამთვენერებს ვლაპარაკობ, ეგ არ ვიცი თორე. მე ვაჭრობ ლაპარაკობა რომ ერთხელ მინიმუმ მაგ კამპიონატზე ითამაშებს, იმიტომ რომ ბარსელონას დააორგანიზებს. მანდაც მაგავისე. კარგი რაღაცეები გვაქვს გამოცდილი. კი, ზუსტად. აი მან უნდა მოხდე თუ ეგ მოხდება, არ ვიცი რა მენა. ხო, ის დებატებიც ალბათ დასრულდა მესი რონალდოს მსოფლიოს მერე. თუ 26-ში კრისტიანო არ გამბექდა და თუ პორტუგალიაში სუპერ ჩემპიონატი სიგიჟია რასაც აკეთებს 1000 გოლზე 1000 უკვე. წავა, მე მგონი წავა 1000 გოლზე და ეგ იქნება ალბათ მისი მისია, აი და დასვავს მე. ხო, მაგას ამბობს, რომ ჭირდება ისეთი 1000 გოლი, რომლის ვიდეო ფირიც მოიპოვება რა, რომ ეხა ურტყამს პელეს, რომარიოს და კიდე ასე შემდეგ ადამიანები. მე ვეთანხმები სხვათა შორის მაგ დეტალებში. ამბობენ რომ ჩვენ 1000 გოლი გავიტანეთ, თქვენ ვიხართ რაც ეს გეუბნება რომ მე 1000 გოლს განახებ, შენც მაგრამ და შენთან სხვა წესები იყო დადგებოდი თვითარესთან თუნდაც. მართალია ხა მაშინ
ჭირდა ესე გადაღება უფრო შედარებით იშვიათი რთული ამბავი იყო, მაგრამ რონალდოს ჭირდა ძალიან მაგარი ამბავი. აი დღე როცა 1000 გოლს გაიტანს, ძალიან კარგი იქნება. აი მანდ რო დაამთავროს, საერთოდ უკეთესი იქნება რა. აი 1000 გოლი და ამბობს რომ წავედი ხო რაღაც. კარგად გამოიყურება ეგ ამბავი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო სტუმრობისთვის. ჩემთვის ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა, კარგად ვისაუბრეთ. მადლობა. მეც უდიდესი პატივისცემა. ძალიან მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ გამიხარდა და კარგად გავერთეთ და იმედია ხალხსაც მოეწონება ისაუბარი და სულ მზად ვარ რა, იმიტომ რომ ხო პატივისცემა რაც საკეთებ და კაი ამბავია რომ ფეხბურთის სიყვარული ეგეთ რაღაცებს გვაკეთებინებს აქაც და მოედანზეც. მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ მაყურებელსაც, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ გათამაშებებს. საინტერესო გათამაშებები გველოდება წინ. კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები. ასევე ნახვამდის და მადლობა დიდი. Stay strong. Protein epithelial.